სალამი მეგობრებო, ეს არის პოდკასტი კინოამბები, მონატრებული პოდკასტი კინოამბები, პირველ რიგში ჩემი არ მონატრებული პოდკასტი. ძალიან დიდი ხანია ასე მარტო კადრში არ ყოფილი ვარ სცენაში, მის უმეტესად ლამაზ გარემოში და მომენატრა თქვენთან ერთად ტეტ-ატეტ საუბარი რა, მარტო რო ვარ კადრში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მარტო არ ვარ, ჩემს უკან მთლიანი ბრიგადაა, რომლებიც მეხმარებიან ამ სილამაზის გაკეთებაში, მაგრამ მაინც ასე ცოტა ინტიმური პონტი რო თქვენ კამერაში ას მარტო გელაპარაკებით, ეგ გამოცდილება დიდი ხანი არ მქონია და რამდენ 2 თვეა რაც და ძალიან მომენატრა და გიბრუნდებით. მოკლედ ეს სტაბილურად გაგრძელდება როგორც იყო ხოლმე და შევუდგეთ მოკლედ ნელ-ნელა საქმეს, მაგრამ სანამ საქმეზე გადავალთ, თქვენ უნდა გამოიწეროთ არხი, თქვენ უნდა დაალაიქოთ ვიდეო, თქვენ უნდა დააკომენტაროთ და გაუზიაროთ ეს პოდკასტი კინომოყვარულ მეგობრებს და თუ გყავთ არაკინომოყვარული მეგობრები, ხო ის რა უნდა გქნათ? უნდა გახადოთ კინომოყვარულები. ეს არის და ეს და ასევე ჩემს წინ ხედავთ ამ ბუნების სილამაზეს, ხო ხედავთ არა? აი ეს არის ჩვენი დღევანდელი პოდკასტის წარმდგენი NN Flower Shop-ი ზაქარია ფალიაშვილის 110A ნომერში შეხვალთ, მიხვალთ, მიტანის სერვისიც არის და თავისუფლად შეუკვეთავთ აი ასეთ სილამაზეებს, რათა გაახაროთ თქვენი ახლო ადამიანები, საყვარელი ადამიანები, აი ასეთი ლამაზი და მომნუსხველი და კარგი სურნელის მქონე ყვავილებით. და ჩვენ გადავიდეთ ნელ-ნელა საქმეზე. კლასიკურად, როგორც ყოველთვის, სანამ ამბებზე გადავალთ, რაც არ არის დღეს მანდამაინც ბევრი, ამიტომ დღეს ამდენიმე ფილმზე დაგელაპარაკებით და რეკომენდაციებს გაიკეთებთ. რეკომენდაციები შევარჩიეთ თემატურად ყვავილებზე, რადგან ამ რეკომენდაციების წარმდგენი გახლავთ NN Flower Shop-ი. და პირველი ფილმი, რომელზეც მინდა დაგელაპარაკოთ, არ არის მხატვრული ფილმი. ეს არის დოკუმენტური ფილმი და იცით, რომ დოკუმენტური ფილმების მცოდნე და მოყვარული არ გახლავართ, თუმცა აი ამ ფილმს აქვს თავისი მხატვრული პეცი. ეს არის ოთარ იოსელიანის 50-იანების ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი საპოვნელა, სადაც ხედავთ ყვავილების ანსამბლს თუ როგორ მღერიან ისინი. ჩვენ ხედავთ ერთ ყვავილს, რომელიც მღერის ერთხმად და მე ხედავთ ყვავილნარს, მრავალ ყვავილს, რომლებიც მრავალხმიანად ბანს აძლევენ ამ ერთ ყვავილს და ასე შემდეგ. მთლიანი ანსამბლია ყვავილების და ძალიან კარგი მუსიკა, რაც თავარია ოთარ იოსელიანის გაკეთებული მუსიკა, თვითონ თავიდან მუსიკოსი უფრო იყო და დირიჟორობა უფრო უნდა და უფრო მათემატიკით იყო გატაცებული ვიდრე კინემატოგრაფით და კინემატოგრაფში აი ამ ცოდნით მოვიდა და საპოვნელაში ამ ფილმში ძალიან კარგად არის ეს გამოვლენილი. თუ როგორ შეიძლება ბუნების ხმები და მუსიკა შეერწყას ერთმანეთს და მოვიდა ქართული დიდი ხანია ასე ლაპარაკი არ მქონია როგორც გითხარით და თუ როგორ შეიძლება აი ეს ვიზუალი რაც ყვავილი რასაც ანიჭებს ადამიანს ვიზუალურ სიამოვნებას თუ როგორ შეიძლება ეს გადმოიცეს და როგორ შეიძლება ყვავილი ალაპარაკდეს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყვავილის ხმები არ გვესმის საერთოდ ამ ბუნების ხმები ასე პირდაპირ კინომსოდნიური ტერმინი რო ვიხმაროთ დიეგეტურად ჩვენ ეგ არაფერი არ გვესმის კადრის შიდა კადრის ხმები არ არის მაგრამ არის მუსიკა და გვაქვს განცდა თითქოს ეს ყვავილები ლაპარაკობენ და ბოლოს არის ძალიან კარგი პლოტ ტვისტი ზოგადად ეს ფილმი ძალიან საინტერესო პერიოდის ფილმია საბჭოთა კავშირის პერიოდის როცა მოდაში შემოვიდა ეკოლოგია ბუნებაზე ზრუნვა და ეს ყველაფერი. შემოვიდა მოდაში ფილმები, სადაც მთავარი გმირები არიან ცნობილი ბიოლოგები, ჩვენთვის ცნობილი არა, მაგრამ მაგდროისთვის ცნობილი, მაგალითად მიჩურინი, აი იოსელიანის მასწავლებელს დოვჟენკოს აქვს გადაღებული ფილმი მიჩურინზე, მაგალითად, მიჩურინი ქართველმა კინომოყვარულებმა და ზოგადად ქართულ კულტურაში ცნობილია ფილმიდან ჭრიჭინა, სადაც თავი პერსონაჟი მიჩურინის ვაშლს იმეორებს რამდენიმეჯერ, როცა უნდა რომ ჩააბაროს გამოცდა და ბევრი ფილმია მაგ პერიოდში გადაღებული ბიოლოგიაზე, მაგალითად მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი გაუგზავნელი წერილი, რომელიც უმაგრესი ფილმია და იქ ნაჩვენებია თუ როგორი ძლიერია სინამდვილეში ბუნება და ყველა ამ ფილმებს ჰქონდათ საერთო მოტივი, რაც არის ის, რომ აი ბუნება არის მთავარი ძალა და ბუნების შენარჩუნება და გეოლოგია, ბიოლოგია, ფლორისტიკა, ეს ბოტანიკა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ფილმში, ოთარ იოსელიანის ფილმში, გაერთიანებულია ბუნების სილამაზე, ბუნების მომნუსხველობა და კოლექტივიზაცია, ეს საბჭოთა შრომის ძალა და სიმბოლო.
და ძალიან საინტერესოა განვითარებული. არ გეტყვით როგორ მთავრდება ეგ ისტორია. ამ ფილმის შექმნის ისტორია ასეთია, რომ ოთარ იოსელიანს ხომ დასაწერი კი არა და მაგის შემთხვევაში გადასაღები საკურსო დავალება და მივიდა სტუდიაში და უთხრა რომ რამე კარგი სცენარი მომეცით, მასალა მომეცით რომ იმუშავო და არის აგერ საინტერესო სცენარიო, რომელიც ჩაფიქრებული თავიდან იყო როგორც მხატვრული ფილმი და ოთარ იოსელიანმა თქვა რომ კი ბატონო, მე ამას ჩემებურად გავაკეთებ და გააკეთა თავისებურად. ძალიან მეკავება ენა რომ დაგისპოილეროთ ბოლოს რაც ხდება მანდ. მაგრამ თან არ მინდა რომ დაგისპოილეროთ, იმიტომ რომ იმდანად მომნუსხველი ფილმია, 17 წუთიანი ფილმია, ძალიან მარტივად უყურებთ მაგას და ძალიან ისეთი განსაკუთრებული დასასრული აქვს. როგორც გითხარით, გაერთიანებულია საბჭოთა კოლექტივიზაციის, საბჭოთა урბანიზაციის მიდგომა ბუნებასთან და თუ კლასიკურად მაგდროინდელ ფილმებში ბუნება ნაჩვენებია როგორც მთავარი ზალა, აქ ბუნება ნაჩვენებია როგორც აი კანტიანური მშვენიერი და საბჭოთა ეს урბანიზაცია, შრომა არის კანტიანური ამაღლებული ესთეტიკის მქონე. ასეთ შეიძლება გავიაზროთ ეს მშვენიერი ფილმი საპოვნელა. და ასევე ოთარ იოსელიანზე კიდევ ცოტა მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რეჟისორია, ალბათ თუ შეიძლება ქართველ რეჟისორებს, რომლებიც დიდხანს იყვნენ საქართველოში და მუშაობდნენ, თუ რომელიმეზე შეგვიძლია ვთქვათ, აი ეს ფრანგული სიტყვა ავტორი, ხო, auteur, როგორც ამბობენ ფრანგები, ზუსტად ასეთი გამოთქმით, ერთ-ერთი ზუსტად. აი ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მიუსადაგოთ ეს ტერმინი, იმიტომ რომ მართლაც უდიდესი რეჟისორია, რომელსაც ქონდა თავისი სტრუქტურა, თავისი სამყარო, არც არის აუცილებელი იცოდეთ, რომ ის მათემატიკით იყო გატაცებული, რომ მიხვდეთ რომ ეს ეგეთი მართლა ეგეთი მიდგომა ქონდა, იმიტომ რომ ძალიან სტრუქტურირებული, ძალიან დამუშავებული მონტაჟი, გიორგობის თვეში, პასტორალში, იყო შაშვი მგალობელში და ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში, როგორიც არის მაგალითად საპოვნელა და როგორიც არის თუჯი, სადაც ასევე შრომის ესთეტიკა გადმოცემულია პირველ რიგში ხმებით, პირველ რიგში ხმების, აი ქარხნიდან გამოსული ხმებისგან შემდგარი ჰარმონიით და მუსიკით. ფილმი თუჯი ასევე ჩაინიშნეთ უყურეთ და ასევე როცა საუბრობთ მსახიობებზე, უსპად გადავედით თემას, მაგრამ დაუბრუნდები ისე, როცა საუბრობთ მსახიობებზე, ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი მსახიობის შეფასების არის ის თუ როგორი არის თუ არა საინტერესო ამ ადამიანის ცქერა, მაშინ როცა ის არაფერს არ აკეთებს, მაშინ როცა ის უბრალოდ კადრში დგას, ან ზის. რამდენად საინტერესო უბრალოდ მისი გამომეტყველება, რამდენად საინტერესო შეუძლია უბრალოდ ყოფნა. ეს არის მან ჩანს მსახიობის ბირთვი და მან ჩანს მსახიობის აი ეს შინაგანი ენერგია, რომელიც სულ ერთია, ის გაჩერებულია თუ არ არის გაჩერებული. მისი შინაგანი ენერგია, მისი სული მაინც გამოდის მისდაუნებურად გარეთ. და ასეთი ფილმი, ასეთი როლი და ასეთი მსახიობი პრინციპში იყო სოფიკო ჭიაურელი, რომელიც თამაშობს ოთარ იოსელიანის პირველ ნამუშევარში, სახელად აკვარელი, სადაც ის არის ლოთის ცოლი, რომელსაც ეს ქმარი მოპარავს მას ფულს, გაიქცევა მუზეუმში, რათა დაიმალოს ცოლს, ცოლი ეკიდება მას და უცბად მხატვარი აღმოაჩენს ამ წყვილს. ნახავენ ეს ოჯახი ნახავს, რომ ამ მხატვარს მათი სახლი აქვს დახატული. შეხედავენ მის სახლს, უცბად დაინახავენ მესამე თვალით თავიანთ ცხოვრებას, ძალიან სხვანაირად შეხედავენ ამბავს და ფილმი მთავრდება იმით, რომ ოჯახის პორტრეტს ხატავს ეს მხატვარი. ამათ ოჯახის პორტრეტს და იქ სოფიკო ჭიაურელი უბრალოდ ზის კადრში, უბრალოდ ზის სკამზე, პოზიორობს ძალიან ისე ჩვეულებრივად და იდილიურად მხატვრისთვის და რამდენიმე წამით ჩანს უბრალოდ როგორ ზის სოფიკო ჭიაურელი. და თვალს ვერ მოწყვეტ. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი სახე აქვს, ამასთან ერთად მას ჰქონდა აი ეს შინაგანი განსაკუთრებული უნიკალური ქარიზმა. და ამ სცენაში უბრალოდ უყურებ მას და აი აკვირდები პირის მოძრაობას, სახის მოძრაობას, ნაკვთებს და მისი ცქერა თავისთავად კინემატოგრაფიული გამოცდილებაა. უბრალოდ გაჩერებულ კადრში მისი ცქერა. აი ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რა კრიტერიუმით შეიძლება შეაფასო მსახიობი. უბრალოდ ოთარ იოსელიანის ფილმს მოვაყოლე და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ რეკომენდაციების წარმდგენი არის NN Flower Shop-ი, აი ეს ულამაზესი ყვავილი,
წამოვიღე, მოვიპარე მათგან და ნუ მოკლედ. შემდეგ ფილმზე გადავიდეთ, რომელიც ასევე ეხება რა თქმა უნდა ყვავილებს. შემდეგი ფილმი არის 2000 წელს გამოსული ჯიმ ჯარმუშის ფილმი, არც თუ ისე კლასიკური სიუჟეტი ჯიმ ჯარმუშისთვის, რომელშიც თამაშობს ბილ მიურეი. ფილმს ქვია Broken Flowers, გატეხილი ყვავილები. მთავარი პერსონაჟი არის აი დონ ჟუანის თანამედროვე ინტერპრეტაცია. ტიპი უბრალოდ ზის სახლში, წამოკოტრიალებულია, ეწევა სიგარეტს, სვამს, ყავს შეყვარებული და უცბად მოდის წერილი. წერილში წერია, რომ აი ხო გახსოვს, ადრე რომ ერთად ვიყავითო, შეყვარებულები რომ ვიყავით, ხო გახსოვსო, ჩემო ძმაო, შვილი გყავსო, ეხა რო იცოდეო რა და აი სიზამ თუ მოაკითხავ, არ რამე ეგეც ყურადღებას თუ გამოიჩენო, რო იცოდე, რო რამეო. ანუ წაიკითხავს ეს წერილს და პრობლემა იმაშია, რომ ამ წერილს არ ყავს ავტორი. ანუ ვინ დაწერა ეს წერილი, გაუგებარია. და ეს კაცი დონ ჟუანია რა, ბევრი ქალი ყოფილა მის ცხოვრებაში, ძალიან მრავალფეროვანი და ისეთი ბევრი აქვს სათქმელი მოკლედ და ამიტომ მთელი ფილმი დასდევს ყველა მის ყოფილთან მიდის ყვავილებით ხელში, ჩუქნის ამ ყვავილებს და ცდილობს ნელ-ნელა არ ირიბად გაარკვიოს ის იმან მიწერა ეს წერილი თუ არა და ნელ-ნელა ასე ჩამოივლის ყველა მის ყოფილს. ეს არის ფილმის premise, როგორც იტყვიან, ეს არის ფილმის სინოფსისი. დანარჩენს არ მოგიყვებით, რადგან დანარჩენი უნდა ნახოთ თქვენ. ეს არის და ეს მოვჭით რეკომენდაციებს. ორი მშვენიერი ფილმი, მას მოვაყოლე კიდე დანარჩენი საინტერესო ფილმები, ჯიმ ჯარმუშის შემიძლია ცალკე ვისაუბრო, მაგრამ ენა მეკავება რომ ვისაუბრო, მაგრამ გძრობა მაქვს რომ შეიძლება გაიწელოს რამდენიმე დღეღამით. ამიტომ ჯობია დროზე შევჩერდეთ და გადავიდეთ ახალ ამბებზე. კინოსამყაროში ახალი ამბავი ერთ-ერთი მთავარ პრემიერას შეეხება, ზაფხულის წლის მთავარი პრემიერა, პრინციპში ეს არის კრისტოფერ ნოლანის ოდისეა, რომელიც ქართულ კინოთეატრებში გამოვა 16 ივლისს და რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ფილმს ექნება R რეიტინგი, ანუ ფილმი იქნება 18+. რაც ერთის მხრივ საინტერესოა, სხვანაირ ხიბლს აძლევს ამ ფილმს და ნოლანის ფილმი ასე R rated რო იყოს, ბევრი არ მახსენდება. ალბათ Dark Knight-ი შეიძლება იყო R-rated-ი. Batman-ის სიკველი, მეორე ნაწილი მაგ ტრილოგიის, ალბათ იყო R-rated, ზუსტად არ მახსოვს. თუმცა აი ასეთი ეპიკა, ხო, რაც არის. ჰომეროსის ოდისეა, რო გახადა მან 18+-ი და შესაბამისი სცენები ამანდ ესე იგი, ხო? ავიცი კალიფსოს სცენა იქნება თუ ჰეკატომბის სცენები და ცხოველების მკვლელობა მასობრივად და მსგავსი რაღაცეები. ალბათ ეს ყველაფერი გამოჩნდება მან და მაგიტომაც არის R rated-ი ეს ფილმი და თავისთავად ეს ფილმი ნუ მესმის თუ რატო არის უმეტესობა გულგრილად ამ ფილმის მიმართ. ისტორიკოსები გულგრილად არიან ისტორიის მოყვარულები, იმიტომ რომ სწორად არ არის გადმოცემული იმდროინდელი გარემო, იმდროინდელი ტანსაცმელი, იმდროინდელი მუზარადები, მაგალითად მუზარადი, რომელსაც უკანა მხარე საერთოდ არ აქვს დაცული, თითქოს მეომარს არ ჭირდება კეფის დაცვა, იმიტომ რომ უბრალოდ კადრში ლამაზი გამოჩნდეს, ან და მსგავსი დეფექტები, რაც ამ ფილმს აქვს. მესმის კიდევ თანამედროვე ადამიანების woke კულტურის გავლენა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ აქილევს თამაშობს ელიოტ პეიჯი, რომელიც თავისთავად მშვენიერი მსახიობი არ არის, სუდი მსახიობი ელიოტ პეიჯი, ხსულს ვერ ვიტყვი. ეხა ხო ელიოტ პეიჯი სწორად თქვი, ახლა გავიხსენე რომ ელენ პეიჯი მანამდე იყო ელენ პეიჯი, ეხა არის ელიოტ პეიჯი, ის თამაშობს აქილევს. ელენე მშვენიერს ითამაშებს, როგორც გითხარით, ქალი, რომელიც სახელი დამავიწყდა, ეხა ამოვარდება სახელი და რომელიც თამაშობდა შავ პანტერაში, შავკანიანი ქალი, რომელიც ელენე მშვენიერს ითამაშებს. თავისთავად ეს ცოტა უცნაურია, უშუალოდ ისტორიიდან, ფილმის მხატვრული მოცემულობიდან გამომდინარე. მაგრამ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ დიდი ფილმია, შესაბამისად აქვს რა თქმა უნდა გავლენა ამ ყველაფერს და მთავარია რომ ეს ყველა პერსონაჟი უშუალოდ ოდისევსის ისტორიაში არიან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. განა ახლა ელენე მშვენიერი რანაირად და მეორეხარისხოვანი, მაგის გამო დაიწყო ეს ყველაფერი და აქილევსი რანაირად და მეორეხარისხოვანი, მაგრამ ისინი ტროაში, ილიადაში უფრო უფრო დიდი დრო აქვს, screen time უფრო დიდი აქვს პოემაშიც და ფილმშიც,
ვიდრე ოდისეაში. ოდისეაში მარტო ეპიზოდებში ჩნდებიან. და ამით შეგვიძლია ცოტა ნაკლებად ვინერვიულოთ, რომ აი ეს პერსონაჟები ამით გააფუჭებენ. თუმცა მაგალითად ტრევის სკოტი ითამაშებს სავარაუდოდ პოეტს, თვითონ ჰომეროსი ხო ნიშნავს ბრმა პოეტს, რომელიც დადის და ყვება ამ ამბებს, ან ორაკულს ითამაშებს დელფოსის ორაკულს და უწინასწარმეტყველებს ხალხს ან რაღაც ეგეთს. ამაზე პრინციპში ვილაპარაკე ერთ-ერთ ეპიზოდში. და ასეთი დეფექტები რა თქმა უნდა აფუჭებს წარმოდგენას ამ ფილმზე, თუმცა მე მაინც იმედს ვიქონიებ, რომ რაღაც საინტერესო გამოვა რა. არ იქნება სქემატური ადაპტაცია, ცხადია, იქნება პირდაპირი ადაპტაცია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ნოლანი იმას გვაჩვენებს, რაც აქამდე არ გვინახავს ოდისეუსის ისტორიის ეკრანიზაციებში, რომლებიც არ არის მანდა მაინც ბევრი, მაგრამ რაც არის ყველა ცნობილია პრინციპში. იქნება ეს ერთი-ორი სერიალი, ერთ-ერთი ანდრეი კონჩალოვსკის სერიალი, ან 50-იანების ფილმი, სადაც კირკ დუგლასი და სილვანა მანგანო თამაშობენ, ან მაგალითად ჩარშან წინ გამოსული უბერტო პაზოლინის ფილმი, სადაც რალფ ფაინსი თამაშობს და ჟულიეტ ბინოში. და მსგავსი და თავისუფალი ადაპტაციები ხო უამრავია საერთოდ. კოენების, ანგელოპოლუსის, ბერტოლუჩის და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა რა გამოუვა. მე არ მაქვს მოლოდინი რაღაც სასწაული გამოუვა, მაგრამ მაინტერესებს როგორ გადმოსცემს ამ ამბავს. და ასევე საინტერესო რა არის. ოდისეუს თვითონ ეს პერსონაჟი 20 წლის იყო, როცა წავიდა საომრად ტროაში. იომა 10 წელი. გახდა 30-ის. უკანა გზაზე რომ დაბრუნებულიყო ითაკაზე თავის სამფლობელოში, სადაც ელოდება ტელემაქე მის შვილი, რომელიც თვალით არ უნახავს საერთოდ, და პენელოპე მისი ცოლი. ამ გზაში, დაბრუნების გზაში დახარჯა მან 10 წელი. ანუ სოფლიოში ყველაზე ცნობილი პოემის, ყველაზე ცნობილი ისტორიის მთავარი გმირი, ძლიერი ისეთი ყოვლისშემძლე მთავარი გმირი არის 40 წლის მამაკაცი, რომელიც რაც ანტიკურობის თვალსაზრისით არის ძალიან ხანში შესული ადამიანი. იმის გათვალისწინებით, რომ ანტიკურობაში ეგ ითვლებოდა დიდ ასაკად რეალურად. და საინტერესო ფენომენია ეგ, ზოგადად ასაკზე სულ სხვანაირად დაგაფიქრებს ადამიანს, იმიტომ რომ მაინც თავარ გმირს შენ ხო წარმოვიდგენთ რა, თუნდაც სტარიელს, ავთანდილს, აი 30 წელს მაქსიმუმ 30 წელს მიტანებულ ან უფრო ახალგაზრდა ტიპებად წარმოვიდგენთ და აქ სოფლიოში ყველაზე ცნობილი გმირი არის 40 წლის რეალურად. როცა ბრუნდება ითაკაზე და როცა აღმოაჩენს თუ რეები მოხდა და როგორი ძალადეს მის ცოლზე და რა დღეს ჩავარდა მისი შვილი და როგორ შეიცვალა და საერთოდ თვალით არ უნახავს პრინციპში მამამისი ამ ადამიანს და რა წარმოდგენები აქვს მამამისზე და ასე შემდეგ. მოკლედ, თავისთავად ოდისეა ხო საინტერესოა და კარგია და მაგარია და იმედია ნოლანი რაღაც საინტერესო მომენტს დაიჭერს და გაშლის. ვიქონიოთ ეს იმედები როგორც ნამდვილმა კინომოყვარულებმა, რომელსაც გვინდათ, რომ დიდი კინო, ბლოკბასტერული, დიდი, მასობრივი, საავტორო ამავდროულად კინო იყოს საინტერესო. ეს არის და ეს, გადავედით შემდეგ ამბავზე. შემდეგი ამბავი არის ის, რომ რამდენიმე დიდი ხნის წინ, საკმაოდ რამდენიმე დღე მინდოდა მეთქვა და რეალურად რამდენიმე ორი კვირა მაინც აღასული იმამდან, როცა ცნობილი გახდა, რომ გადაიღებენ ჯანგოს და ზოროს კროსოვერის ფილმს. ჯანგოს და ზოროს კომიქსი არსებობს, რომლის თანაავტორი არის თავად კვენტინ ტარანტინო, მას სურდა ამ ფილმის გადაღება, მაგრამ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ჩაიხსნა პროექტს და უკვე სხვა ადამიანი გადაიღებს ფილმს, ჯერ პროდაქშენი კი არა, პრე-პროდაქშენიც არ არის დაწყებული, უბრალოდ გამოაცხადეს თქვეს, რომ გადავიღებთო. და საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ ჯანგოს და ზოროს რეალურად საერთო ისტორიის გმირები არიან, ორივე ებრძვიან ჩაგვრელებს, ხო? ორივე ებრძვის მეფეს, მონათფლობელს და ასე შემდეგ. ერთი და ორივე ამერიკაში არიან, სხვათა შორის, ხო? ზოროზე როცა ვსაუბრობთ, ამერიკამ ადამიანს არ გვახსენდება, მაგრამ რეალურად ამერიკაში ხდება მოქმედება, უბრალოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში დასაწყის ამერიკა, კალიფორნია, რომელიც მაგ დროს უფრო ესპანელების მფლობელობაში იყო და მაგიტომაც ზოროზე წარმოდგენები გვაქვს თითქოს
სუფთა ესეთ სამხრეთ ამერიკული ან სუფთა ესპანური ისტორია რეალურად ამერიკული წიგნია ისედაც და ისტორია ძალიან ამერიკულია და ჯანგოც ძალიან კარგად ეხმიანება და ამ კომიქსში ჯანგო იჩითება ზოროს პირად ცველად და ისინი ერთად ებრძვიან თუ არ მეშლება არიზონის ერთ-ერთ ბოსს, ერთ-ერთ მთავარ ტიპს. გნახოთ რა გამოვა, იმედია კარგი იქნება. ოღონდ ეგ იქნება ალბათ მე უკვე თმები ალბათ გაჭაღრებული მექნება ეგ ფილმი როცა გამოვა, ალბათ. Так, შემდეგი. მარჯან სატრაპიზე ცალკე ჩავწერ. მინოტავრზე ახლა ლაპარაკი რო დავიწყო. ბევრი იქნება. და პრინციპში 20 წუთის მასალა გამოვიდა. მეტი დაში. ცალკე ჩავწერ TikTok-ს. ანდა კაი ვიტყვი. ნეკროლოგივით არ ვინა გარდაიცვალა. თანამედროვე ირანზე როცა საუბრობთ, თანამედროვე ირანის კულტურაზე, რა თქმა უნდა, გვახსენდება ყველას ჯაფარ პანახი, ან ცოტა ადრეული აბას კიაროსტამი, ან ასგარ ფარადი, ან მსგავსი ტიპები, ასგარ ფარადი ადამიანი რომელიც მიემხრო ირანის რეჟიმს, სხვათა შორის და ჯაფარ პანახი პირიქით. მაგრამ რეალურად ევროპისთვის პირველი ირანული ნაწარმოები თანამედროვეობაში 21 საუკუნეს გულისხმობ, რომელმაც ძალიან გაითქვა სახელი და რომელმაც დაანახა ევროპას ირანი სხვანაირად. და ირანს პრინციპში ირანელ ხალხსაც დაანახა საკუთარი თავი სხვანაირად ეს არის მარჯან სატრაპის პერსეპოლისი ისტორია რომელშიც პარიზელი გოგო რომელიც მიგრანტია წამოვიდა ირანიდან იხსენებს თავის ისტორიას თუ როგორ წავიდა თავის დროზე როგორ მოხდა თავის დროზე 79 წელს ირანში რევოლუცია როგორ შეიცვალა მთავრობა შესაბამისად შეიცვალა კულტურა ის გახდა უფრო ფუნდამენტალისტური რა პერიპეტიებში ჩავარდა მისი ოჯახი, ვინ შეეწირა ამ ამბავს, ვინ არ შეეწირა, ვინ შეძლო გაქცევა, ვინ ვერ შეძლო გაქცევა და თუ როგორი კონტრასტი იგრძნო მან ამ ორ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ კულტურებს შორის, ფუნდამენტალისტური ირანი და ლიბერალური ევროპა, ამ ორ შორის განსხვავება და ამ წიგნში არ არის ასე ერთაზროვნად ყველაფერი ნაჩვენები და მაგიტომაც არის ეს წიგნი საინტერესო და ეგ ისტორია და თუ წიგნი კი არის კომიქსი პრინციპში და კომიქსი თავისთავად ლიტერატურა რომ იცოდეთ ისე თუ უმბერტო ეკო ამბობდა კომიქსებზე რომ ეს დიდი ლიტერატურა და სუპერმენზე წერდა ესეს უბრალოდ ერთი ესე აქვს სადაც ის ნიჩეს ზეკაცის იდეას სუპერმენის ჭრილში აანალიზებს შესაბამისად ჩვენ არავის არ აქვს უფლება თქვას კომიქსებზე რომ ეს არ არის დიდი ლიტერატურა და პრინციპში პერსეპოლისი ერთ-ერთი ასეთი მაგალითია და თუ კომიქსის წაკითხვა არ გინდათ არსებობს ამ კომიქსის ადაპტირებული ვერსია ანიმაცია 2007 წელს გამოსული თუ არ მეშლება 2007 წელს კი მარჯან სატრაპი არის ამ ფილმის ასევე ავტორი და ეს ამბავი იმას მოვაყოლე რომ რამდენიმე დღის წინ მარჯან სატრაპი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში მიზეზი ჯერჯერობით დაუდასტურებელია ბოლომდე დაუდასტურებელია ეწერა რომ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა მისი ქმარი და ამ სევდას ვერ გაუძლო თუმცა მიზეზი ახლა ჩვენთვის მანდამაინც ჩვენი საქმე არ არის მოკლედ მაგრამ გარდაიცვალა დიდი ხელოვანი რომელმაც განსაზღვრა რომელიც ისტორიაში შევა როგორც აი მნიშვნელოვანი ლენდმარკი ევროპის დასავლეთის და აღმოსავლეთის ურთიერთობებში კულტურულ ურთიერთობას გულისხმობ. ეს იყო დღევანდელი ამბები, მეგობრებო. კანის ფესტივალზე უფრო დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ შემდეგ კინოამბებში, უბრალოდ ეხლა რომ დავიწყო ძალიან გამიგრძელდება და ცოტა აჯაფსანდალი კინოამბები გამოვა, რაც არ მინდა რომ ეგრე გამოვიდეს. შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის წარმდგენი იყო NN Flower Shop-ი, ზაქარია ფალიაშვილის 100 ანომერი და მე ვიყავი და ვარ თქვენი მონამორჩილი. მე ვიყავი და ვარ თქვენი მონამორჩილი საბა მეთოდი, საბა ოსანაძე. თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს და თუ ეხა ძილის პირულს ხალთ ლაპარაკი დამავიწყდა და თუ ეხა ძილის პირულს ხართ მიტანებული აბა თქვენ იცით ტკბილი ძილი გამოიწერეთ ჯერ არხი დაალაიქეთ ვიდეო რამე დააკომენტარეთ მე დაიძინეთ აბა თქვენ იცით